რუსეთში ბოლო 24 საათში მეორე ხიდი ჩაინგრა, დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა 70-მდე ადამიანი. მომხდარ აფეთქებებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პარიზში პოლიციამ 300-მდე ადამიანი დააკავა. პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. არჩევნებში ვარშავის მერი რაფალ ჩასკოვსკი და ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის დირექტორი კაროლ ნავროცკი მონაწილეობენ. ჩასკოვსკიმ პირველ ტურში ხმების 31,36% მიიღო, ნავროცკიმ კი 29,54%. სერიალ სასოწარკვეთილი დიასახლისების ვარსკვლავი მსახიობი ვალერი მაჰაფი 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კიბოს დიაგნოზი ჰქონდა. ინფორმაციას BBC აღწერს.